გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს აღმოთი არ ვმუშაობ. ანუ თავი ძალიან მაღალი მგონია ხოლმე ეს ბუჩი რომ ხდება და რომ ვიხრები. გავაბზადეთ მე და ანასტასია და გამოვედით. დილით ვიყავით ყავის დასალევად. ჩემი სამსახურიდან რა, ანუ დღეები გვაქვს ხოლმე გამოსვლის ერთად ყველა ერთად გამოვდივართ ხოლმე ყავაზე და მირჩა რომ საღამოთი მიდიო. ანუ გადიო რა. კაი სიტუაცია არის ხოლმე აქო და ანასტასიას უთხარი მეთქი წავიდეთ ნახოთ დედი რა ხდება. და განვიტვირთებით თან დღეს საღამოთი არ ვმუშაობ და შეგვიძლია რომ რა დრომდეც გვინდა იმ დრომდე ვიყოთ. მოედანზე ვართ უკვე. აღმოვაჩინეთ რომ დღეს აქეთ კონცერტიც იგეგმება. ოღონდ გვერდზე ზავიძენიაში ცენტრალურ მოედანზე არა. და ეხლა ვეუბნებოდი ანასტასიას რომ იქ თუ არ მოგვეწონება სიტუაცია. მე აქეთ გადმოვინაცვლოთ თქო რა. ნახოთ იმედი მაქვს რომ იქაც კარგი სიტუაცია დაგვხდება. სასიამოვნო სიგრილია, აი მოსაცმელი რომ აქვს მოწმული და აი რომ სიამოვნებს ისეთი სიგრილია. მუსიკების ხო გესმის? მე მგონი იქიდან მოდი. ეხლა ეს ჟაკეტი რომელიც იქ არ დამცხება, შიგნით? არა, დე გარესაც არის. გარე დასაჯდომი. გონია ისეთ სიტუაციაში კი არ მომწება. დედას მიყავს შვილი ბარში. ანუ ყოველდღე თითქმის ყოველდღე კი ვართ ხოლმე ბარში, მაგრამ ანუ ასეთ სიტუაციაში პირველად მიმყავს. ამჯერ ჩვენც არ ვიცით სიტუაცია, ამბირა. ანუ რამე სიტუაცია არ ვიცი როგორია ხო. დილით ვიყავი და დილით თვითონ ქაური გარემო მომიწონა. ეხლა არ ვიცი რამდენად შევძლებ იქ გადაღებაც. ნუ გარედან მაინც გავდავიძებ სანამ შევა. შესასვლელს მაინც გადავიქრებ. განწყობა როგორი გაქვს? ანასტასია. ამე მეგობრებო გუშინი ვარჯიშა და რა ვიცი ყველაფერის ტკივა. ერთიანად რატომია არა? არ ვიცი. მონატრებული ვიყავ ვარჯიშში. მონატრებული იყო ბავშვი ვარჯიშს. და ტკივა ყველაფერი გული განათება რა. ვითომ ზაგარებდი. გული ზაგარი მაქვს. ბავნახოთ ერთი რა დაგვხდება. ცოტა ვიციებო. თითქმის მეგობრებო ვერ მივახციეთ იქამდე. იმხელა კრუგი მოვარტყე, როცა შემეძლო რომ მოკლეზე მივსულიყავი. იო რა ვიცი. აი მუსიკის ხმარმის. რაღაცა ჩადუმდნენ იმედია არ იკეტება. მაიმე. სიმოხლა რომ ეს იკეტება. იმედია არ იკეტება, ან დაკეტილი არ არის. ან ეხლა დადუმდნენ. ან იციან რომ ჩვენ მივიდივართ. ხო, დაგვიკეტეს? თუ რომ მივალთ მერე დაიწყებე. ჰა? არა. აი დედი. ვატ? გამოჩნდა ნინოს თვალები გავაკეთე. და ვინ გასმევს შენ სასმელს? შენ კოკა-კოლა დედა. ისე გითხარი დედა, აი რაღაც ნაწილში ჩავარდა, მაგრამ ეს მაინც ამოუჭრე. არსად არ ჩანხარ. საერთოდაც არ ჩანხარ. შენი მეწავლე ძალიან კარგი სიტუაცია დაგხვდა. მეგობრებო, ასეთი კონცერტის ფანტებზე ვართ ეხლა. დღეს საღამოთიც არ ვმუშაობ, არა და მივედი. პომერიჯოზე 1 საათი ვიყავი და
ისეთნაირად მითხრა, რომ შეიძლება საღამოთი აღარ დამჭირდეო რა და ნუ არ მოუწერი, მეკიდე დავადეგი. მე დავურეკე. მეთქი სახში არ ხართ თქო და არ ვართო და ანუ ხო გითხარიო რომ მოგწერდიო თუ არ მოგწერდიო რაღაცების მიედმოედო ან მოკლედ დავავიწყდა მოწერა რომ არ მოსულიყავი რა. ახლა ელენეს ველოდებით. დღესაც მივდივართ იქ. დღეს უკვე მენიუს დავაგემოვნებენ ბავშვები და გადავიღებ იქაც. ანუ როგორ შეაფასებენ ბავშვები იქაურ მენიუს ვნახოთ. იმედი ელენე დიდი ხანი არ გველოდინებს, თორე არ დაველოდები. იცოდა რომ უნდა მზად ყოფილიყო, როცა მე სამსახურიდან გამოვიდოდი და თურმე ჩაცმაც არ დაუწყია. ძალიან გაბრაზებული ვარ. მოვედით მეგობრებო ზეკამაყოფილები ბავშვების კმაყოფილები არიან დედა ხო რა ვიცი ზეკამაყოფილი ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა დღესაც და გემშვიდობებით დროებით